მოგესალმებით ყველას ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ხართ? ხო, რა თქმა უნდა, დღეს ესეთ ამპულაში ვარ. მოდით ახლა მოვემზადოთ. დღეს სამსახურში გვაქვს სეკრეტ სანტობის გათამაშება, ანუ ყველას ვჩუქნით საჩუქრებს და ცოტა ესე მინდა ლამაზად გამოვიყურებო და იქნებ ფოტოებიც გადავიღოთ, არ ვიცი, ვნახოთ, მაგრამ მინდა თქვენთან ერთად გავიკეთო მაკიაჟი და ცოტა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩემი თმის ნიღაბზე, მეტი სხვა არაფერზე. კრემს ვისოფ და დამიმთავრდა უკვე იუროშესი. ძალიან მომწონდა, მაგრამ ეხლა მინდა Greenway-ის სახის კრემი ვსინჯო და რასაც ძალიან აქებენ, მაგრამ სანამ არ ვიყიდი და სანამ არ მოვსინჯავ, მანამდე მე თქვენ ვერაფერს ვერ გეტყვით, ვერ გაგიზიარებთ და ვერც რეკომენდაციას ვერ გაგიწევთ. მაგრამ ძალიან კმაყოფილი მომხმარებლები ყავთ და აი ვნახოთ რო შევიძენ შემდეგ რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. რაც შეეხება ჩემ თმებს, აქ ფოტოს დავურთავ და ნახეთ დღეს რამდენი თმა ჩამომიცვივდა. ასევე ნიღაბიც რო წავისი ძალიან მარტივად წავისვი და ჩამობანისას ძალიან მარტივად ჩამოვიბანე და რაც შემთვის არის ეს ძალიან კომფორტი და ძალიან ბედნიერი ვარ. წარმოიდგინეთ ხანდახან ისე მეზარებოდა ჩემი თავის დაბანა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თმა მცვიოდა და ამის შედეგად საერთოდ აღარ მინდოდა რომ თავი დამებანა. წარმოიდგინეთ როგორი დეპრესია მქონდა. მაგრამ ძალიან მიხარია, მართლა ძალიან მიხარია. ეს არის კოლაგენის, ესე ვთქვათ, ტონალური. არა მაქვს სხვა, ეს დიდი ხანია მაქვს ეს ტონალური. ჩემთან მიყიდა. და მომწონს, რა ვიცი, სანამ არ დამიმთავრდება, მანამდე ესე ვთქვათ, ვისარგებლებ რა. ხო და მე არ ვარ მეიქაპის სპეციალისტი და არაფერი საერთოდ შემებურად ესე ვაკეთებ. თუ სადმე მივდივარ, მაშინ სალონში ვიკეთებ, რა თქმა უნდა, მეიქაპს, იმიტომ რომ მიყვარს იქ ლამაზად მიკეთებს, ჩემი ერთი გოგო მყავს და ძალიან ლამაზად მიკეთებს, მომწონს ყველაფერი რო კარგად იცის. რა ვიცი, ესეთი გოგო არის ძალიან კარგი. ხანა, ეხლა მე ესე ჩემებურად ლამაზად გავიკეთებ. ხო, რაც შეეხება ამ ნიღაბს, ყველა ტიპის თმაზე მიდის, მაგრამ შამპუნები არა. შამპუნი მხოლოდ შამპუნი არის როგორც მშრალი თმისთვის, ისევე ცხიმიანისთვის. როდესაც მოიწერებით, რა თქმა უნდა, პირადში ან ესე კომენტარის სახით თან უნდა იცოდეთ როგორი ტიპის თმა გაქვთ. თუ მაგალითად 5 დღე თმას არიბანთ და კარგად გამოიყურება, ესე იგი მშრალი გაქვთ, ან 3 დღე თუნდაც. თუ მეორე დღეს ცხიმიანი გაქვთ, ესე იგი და დასაბანი გაქვთ, ესე იგი ცხიმიანიერი თქვენი ესე ვთქვათ თმა. და მაგისთვისაც ესე სხვადასხვა ტიპის არის, რა თქმა უნდა. ხო, ესეც ასე. მე საუდას კონსილერს ხმარობ, არც ეგენი არ ვიცი რომელია კარგი და ესე ვიზრდები ჩემო მეგობრებო. ყველაფერი სწავლებადია, თავარია არ ვთქვათ რომ მე არ ვიცი, არ მეხერხება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები იმდენად ზარმაცები ვართ, ადვილია ჩვენთვის თქვა რომ არ ვიცი. აი როგორც კი დაიწყებთ რაღაცის სწავლას, სწრაფადვე ისწავლით. 2, მესამე უკვე გაკეთებაზე რაღაც გეცოდინებათ, მეოთხეზეც ასე. ყველა ადამიანი სწავლობს. არ არსებობს ახლა ნიჭიერი ადამიანი, რა ვიცი, კი შეიძლება არის, მაგრამ მე ახლა დრო არ მესწავლა და რაღაცეები ხო და წინ არ წასულიყავი, რაც ახლა ვიცი და რასაც ვაკეთებ 10 წლის წინ რო გამეკეთებინა, ჩემთვის რთული იქნებოდა, მაგრამ ახლა გადმოსახედიდან ხო, ვიტყვი რომ ძალიან კარგად გამონდის იმას, რასაც ვაკეთებ და ასევე სხვა რო შეხედოს ამას მისი მხრიდან, ხო, იტყვის რომ როგორი ნიჭიერია და ასე შემდეგ, მაგრამ არა ჩემო კარგებო, დიდი შრომა დევს ამ ყველაფერში და ყველაფერი რა თქმა უნდა შრომა არის. ოღონდ უნდა გიყვარდეს და სიყვარულით უნდა გააკეთებდე და არა ძალითე და არა აი მეზარებათი. რა? ხო, მე ხა ტუშს არ ვისმევ და არაფერს საერთოდ უბრალოდ ფანქარts ვიკეთებ, აი ესე
ძალიან უბრალოდ მარტივად, მე გრძელი წამწამები მაქვს და არც არასდროს არ დამიკრავს, არც არასდროს არაფერი არ გამიკეთებია რა და არც მინდა ჩემო მეგობრებო. სანამ მაქვს ეს ყველაფერი, მინდა რომ მქონდეს, თან მე ვარ ძალიან ესე ვთქვათ ბუნებრივობისკენ ვისწრაფი ყოველთვის. თმებსაც ხო, ყოველთვის ვცდილობ რომ ბუნებრივ ფერზე შევიღებო. ნუ რა ვქნათ ახლა წლები გადის, ჩვენი თმები ჭაღარავდება და ვერაფერს ვერ უზამ მაგას, მაგრამ არის საშუალებები, რითაც შეგვიძლია რომ შევანაცვლოთ. ეს არ ვიცი ფლორმარის არის თუ გლორიასი, არ ვიცი რომლისა. ასე თუ ისე ნორმალურია. ცოტა ვაზელინი წავისვათ, რადგან ზამთარია. სულ განსკვერი აქვს ჩემი ტაჩები და ცოტა წავისეთ ეს. ისე ცოტა მივცეთ ჩვენს სახეს. სითფო. რა ვიცი, საერთო ჯამში ნორმალურია. სხვათა შორის ვუყურებ ვიდეოებს და რავი მომწონს. ესე და ეხლა წავისმე ფორმარის 256 ფანქარ ძალიან მომწონს. გასათლელია. აი ესე გამოვიყურები ჩემო თბილო მეგობრებო. შეგიძლიათ შემიფასოთ, ეხლა თმები ცოტა გამიშრება და წავალ სამსახურში. ხო, კიდე რისი დამატება მინდოდა, როდესაც ჩემს რეკლამას ნახავთ, აი თუნდაც ამ ნიღაბზე, ძალიან გთხოვთ მე მომწერეთ და არა სხვა Greenway-ის, ესე ვთქვათ, ვინც არის ხოლმე, ვინც ყიდის და ვინც თავაზობს, იმათ მიმართოთ. ძალიან გთხოვთ, ეს იქნება ჩემი თხოვნა დიდი. ასე რომ დაგემშვიდობებით აქ. კოცნით, ნახვამდის.